ბატონოთა, როგორ აფასებთ საქართველოში დღევანდელ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? გმადლობ შეკითხვისათვის, მივესალმები ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. სამწუხაროდ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება მას შემდეგ რაც მოხდა 91-12 წლებში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, სულ ვაფასებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც საქართველოს სასიკეთოდ არ მიმდინარეობს. ისევ როგორც დღევანდელი გადასახადებიდან. შეიძლება ნაადრევია რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ცხადად ისახება ერთი არაობიექტური გარემოება, რითაც დაიწყო ამ ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური საქმიანობა. მე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების და პარლამენტის ახლად არჩეული პარლამენტის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით პირველ დღის პარლამენტის დღის წესრიგში დადგა ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენის საკითხი. თვითონ პროცესი მისანიშნებლად საკმაოდ მომხიბლავია. შეიძლება ვეფიქრა, რომ ეს პროცესი უფრო ღრმად მოიცავდა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მაგრამ გამომდინარე აქედან სამართლიანობის აღდგენაში, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება და თავად პრემიერ-მინისტრიც გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ 2003 წლიდან მიმდინარე საქართველოში უკანონოებებსა და სამართალდარღვევების პროცესების შეფასებებს. თავისთავად ცხადია, ხა ბუნებრივია და ყველამ კარგად იცით და თავად ბატონ ბიძინასაც მოიხსენება, რომ რისი დაწყებაც არ უნდა სურდეს, რომელი მშენებლობის დაწყებაც არ უნდა სურდეს, შუიდან არაფერი არ იწყება და რათა უნდა დაიწყოს შუიდან, ის არასოდეს არ დაგიძინდება ღირსეულად და შესაბამისადაც გასათვალისწინებელია მათ მიერ ისიც, რომ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის არამატო ჩვენი საზოგადოების აზრი, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი იმის შესახებ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს სწორედაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგის ობიექტურად შეფასების დაწყებით. ანბანური ჭეშმარიტებაა და გადაშალოს ნებისმიერმა საქართველოს მაცხოვრებელმა დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელო, ისტორიის მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ 2005 წლის 11 მარტს არსებულმა მაშინდელმა, ანუ 2005 წელს სააკაშვილის პარლამენტმა მიიღო დადგენილება ეროვნული თანხმობისა და შერიგების შესახებ, სადაც დაგმობილი და შეფასებული და დაგმობილი იქნა 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალება და კანონიერი ხელისუფლების დამხობის და განდევნის ფაქტი. აქედან გამომდინარე, სწორედ 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს ხელისუფლების დევნა, რეპრესია და შევიწროება. ჭეშმარიტება ყველას კარგად მოეხსენება ნებისმიერ მას შემდეგ მოსულ საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლებსაც, რომლებიც დღესაც მოკალათებულნი არიან ახალ პარლამენტში, ძალიან კარგად იციან რა მოხდა 91-12 წლებში და როგორ მოხდა საქართველოდან კანონიერი ხელისუფლების განდევნა. განდევნილი იქნა, იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას, პრემიერ-მინისტრ ბატონ ბესარიან გუგუშვიდს და მინისტრთა კაბინეტის უამრავ წევრს. მას შემდეგ ისინი პრაქტიკულად დევნილობაში იმყოფებიან და ამის შესახებ პარლამენტი რა თქმა უნდა უსტუმრებს. კანონიერი სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების მიმართ სხვადასხვა არსებობს ამისი დოკუმენტი, ოფიციალურად იქნა გამოცხადებული სამხედრო საბჭოს მიერ, ანუ ხუნტის მიერ, ადგილის წევრთა და ლიდერთა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მიმართ ადგილზე ლიკვიდაცია. ამას სხვადასხვა სათავეში ედგა დღესაც საკმაოდ ვითომ და პოპულარული ეროვნული დემოკრატიული პარტიის მაშინდელი ლიდერები ქალბატონი სარიშვილი, რომელიც დღესაც პოლიტიკოსია და ძალიან ხშირად იღებენ მისგან ინტერვიუს და პოლიტიკურ წინასწარმეტყველების სტატუსი აქვს მიიღება. სამწუხაროდ სამართლიანობა მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების
წარმომადგენელთა რეაბილიტაციით უნდა დაიწყოს და დღევანდელმა ხელისუფლებამ აქედან უნდა დაიწყოს საქართველოში უსამართლობის და აღმოფხვის შეუქცევადი პროცესი. ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე მოხდეს, ვინაიდან როგორც ეგრეთ წოდებულ უმცირესობაში და ასევე უმრავლესობაში სამწუხაროდ მრავლად არიან ის პოლიტიკური ფიგურები, ის პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ყოველ შემთხვევაში თანაუგრძნობდნენ ხუნტასა და სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებს და რამაც მიგვიყვანა დღევანდელ სავალალო შედეგებამდე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამ პოლიტიკური პიროვნებების ან პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი მისაღები იყოს რამე თუ სწორედ ბევრ მათგანს მიუძღვის წვლილი საქართველოს დღევანდელი მდგომარეობამდე იყვანაში. ამდენად ჩვენი მიზანი და სურვილი არის ის, რომ ჩემი ობიექტური და სუბიექტური აზრის გახლავთ ის, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ უკიდურესი მდგომარეობიდან, რაშიც არის დღეს საქართველოს ჩავარდნა. ჩვენ კარგად ვხედავთ და ცნობილი ფაქტებია დასავლეთის დამოკიდებულება, უარყოფითი დამოკიდებულება, ნეგატიური დამოკიდებულება დღეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ არ გვაძლევს ჩვენ დამშვიდების საშუალებას. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია და სამართლიანობა და საერთაშორისო სამართლის ნორმებში საქართველოს ჩაჯდომა სწორედ უნდა დაიწყოს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების რეაბილიტაციით, მათი აღდგენით და შესაბამისად იმ აღიკვეთება ბუნებრივად ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ჩადენილი იქნა ამ პერიოდის, ამ მთელი 20 წლის განმავლობაში.